ამ წუთებში ფონიჭალაში იმყოფება შალვა ნათელაშვილი, მოусმინოთ რა აქვს სათქმელი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს. ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ახალს არაფერს გეტყვით, თუ შეგახსენებთ, რომ ოლიგარქმა ქართველთა გადაშენების ოცნება ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკად აქცია და ამაზე მიუთითებს უმძიმესი ციფრები, რადგან დავრჩით 1.250.000 და პლუს დაემატა ამას აზია, აფრიკიდან ძირითადად ბინადრობა უფლებამ მიცემული უზარმაზარი მასა, აქ კიდევ არ ითვლება უკანონოდ შემოსული ემიგრანტთა 100,000-იანი ტალღები, რომელთა სიმწვავეს და პრობლემებს ჩვენ თანდათანობით ვიგრძნობთ. ახლა აფეთქდა, როგორც გეუბნებოდით, შუა და ახლო აღმოსავლეთი მილიარდიანი სამყარო ერთმანეთთან ომშია ჩაბმული, მასშტაბები შეიძლება გაგრძელდეს, განვითარდეს, ხოლო ათეულობით მილიონი ადამიანი იქიდან თავის საშველად პირველ რიგში მოაწყდება საქართველოს და მათ აქ ივანიშვილმა გაუმზადა უვიზო რეჟიმი. და ჭეშმარიტი მაგალითი კიდევ აი ამ გამყიდველური პოლიტიკის. ვართ ეხლა თბილისსა და რუსთავს შორის უნიკალური ტყურის ჭალები, შეხედეთ, სადაც კუნძულები, ნახევარკუნძულები, ენდემური ტყე წარმოადგენს ფონიჭალის ნაკრძალს და ოლიგარქის მთავრობამ ეს ოაზისი, ეს სამოთხე 6 მილიარდად მიჰყიდა არაბულ კომპანიას, რის თაობაზეც ემირათებში შესაბამისი ხელშეკრულებაც არის გაფორმებული. აქ აშენდება არაბული ხალიფატის ფილიალი, ძალიან მალე თუ დასცალდათ, იმედი არ დასცალდებათ და აქ გავიგებთ ჩვენ სხვა ხალხის ჯრიამულს, ხოლო ჩვენი ხალხი სევდიანად გადმოხედავს აგერ აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავის ილუმინატორიდან თავის სამშობლოს, რომლის დატოვებაც მოუწევს. აი ასეთი უმკაცრესი რეალობის წინაშე დაგვაყენა ჩვენ ოლიგარქმა, რის გამოც მე დღეს მივმართე არაბთა გაერთიანებული ემირათების პრეზიდენტს ნაჰაიანს, აგრეთვე ამ კომპანიას, რომელიც აპირებს აგერ აქ ექსპანსიის განხორციელებას, თავი შეიკავონ პროექტის დაწყებაზე, გააუქმონ ეს კონტრაქტი, სხვა შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლისთანავე ყველა კონტრაქტი, რომელიც ემსახურება ქართული მიწის გაყიდვას, აქ ისეთი დასახლებების მშენებლობას, რაც დემოგრაფიულად საბოლოოდ აგვამთავრებს, იქნება გაუქმებული, გაბათილებული და ძალადაკარგულად გამოცხადებული და ამის თაობაზე ჩვენ წინასწარ შალვა ნათელაშვილი საუბრობდა.